რა თქმა უნდა, თემა ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს გავრცელებული მიდგომები, სტერეოტიპები ჩვენს განათლების სისტემაში, რომელიც მოუდგამს ასეთ წლებია და სწორედ ჩვენ მიზნად ვისახავთ იმას, რომ გადავხედოთ ამ არსებულ და გავრცელებულ მიდგომებს და შემდეგ თუ კი საჭიროა კორექცია, დავიწყოთ ისევ საკუთარი თავი და შემდეგ ეს ყველაფერი გავრცელდება უფრო ფართოდაც. ამჯერად აბრჩიეთ სასაუბრო თემად, როგორ იქცევა ჩემი შვილი კლასში? ეს კითხვა ალბათ, რომელიც არაერთ მშობელს დაუსვავს დაუშვათ კრებაზე. რატომ მიიღო ჩემმა შვილმა დაბალი ნიშანი? კითხვები დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე. არის თუ არა ეს მშობლის სასკოლო პროცესში ჩართულობის სწორი ფორმა? რა ვიცით სკოლებში მშობელთა ჩართულობის პრაქტიკის შესახებ, მის მნიშვნელობაზე და დაშვებულ შეცდომებზე? სწავლის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი გზა სწორედ სკოლისა და მშობლის წარმატებულ ურთიერთობაზე გადის. როგორ მივახციოთ ამ ყოველივეს განათლების რუბრიკის დღევანდელი სტუმრებისგან გავიგებთ, უბრალოდ მასპინძლისგან, ნინო მჭედლურისგან და მასთან მოსული სტუმრისგან, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი. დილა მშვიდობის. მადლობა მნიშვნელოვანი თემისთვის პირველ რიგში. კი, მშობლებიც უნდა გავიზარდოთ, რა თქმა უნდა. ბავშვებთან ერთად, სკოლასთან ერთად მოგესალმებით. მადლობას გადავხდით ჩვენ სტუმრობისთვის. განურჩევლად, ესე იგი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, მშობლის მონაწილეობის მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროცესში არის შეუცვლელი. და დღეს ჩვენ ამაზე არც ვიკამათებთ, არც ვიდავთ და არ განვიხილავთ ამ თემას, უფრო ჩვენ ვისაუბრებთ არა მნიშვნელობაზე, არამედ ფორმაზე. როგორც უკვე აღნიშნეთ. 30-40 წლის წინათ მეტი ყურადღება ექცეოდა შვილების განათლებაში მშობელთა მონაწილეობისა და ჩართულობის მოდელების შესწავლას. ბოლო 20 წლის განმავლობაში იმატა, რა თქმა უნდა, კვლევებმა, რომლებიც კონკრეტულად და რაოდენობრივად შეისწავლიან მშობელთა ჩართულობის გავლენას მოსწავლის განათლების ხარისხზე. შესაბამისად, უკვე არსებობს ბავშვების სასწავლო მიღწევებზე მშობელთა ჩართულობის დადებითი გავლენის კონკრეტული მტკიცებულებები. მაგალითად, მშობელთა აქტიური ჩართულობა შვილების განათლებაში სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში 12%-ით ზრდის მოსწავლეთა წარმატებებს აკადემიურ სივრცეში, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნოთ ისიც, რომ აკადემიური კვლევები სიმცირეს განვიცდით ამ მიმართულებით საქართველოში მშობლის ჩართულობის ხარისხი სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია ასევე თავად სკოლის მიერ ამ მხრივ გაწეულ ძალისხმევაზე. ხოლო სკოლის მოტივაციასა და შესაძლებლობებს მშობლებთან პარტნიორული, ასე ვთქვათ, ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვნად განაპირობებს სკოლის მართვის სისტემა. საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით ზოგადი განათლების შესახებ მშობელთა უფლებების ზოგადი განათლების სფეროში ფართოდ არის წარმოდგენილი, თუმცა ამ უფლებების უმეტესი ნაწილის რეალიზაცია მინდობილია სკოლების ავტონომიურ გადაწყვეტილებებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კეთილნებაზე არის დამოკიდებული, რამდენად ითანამშრომლებენ, თუნდაც სკოლის დირექცია, მასწავლებელი და დაბრიგებელი, მშობელთან და რა თქმა უნდა თავად მშობელიც რამდენად არის მზად ფორმაც კი. მე შემიძლია გაგიზიაროთ 2017 წლის წელს ჩატარებული კვლევა ამ მიმართულებით საქართველოში, რომელმაც გამოავლინა შემდეგი საკითხები. პირველი, ეს არის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას აქვს არასტრუქტურირებული სპონტანური ხასიათი. მეორე, რეალურად სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა შეიძლება განიხილებოდეს როგორც უფრო კერძო ინიციატივა, ვიდრე ფორმულირებული ქცევითი სტრუქტურა. და მესამე, სასკოლო ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მოთხოვნები და შეიძლება ითქვას მოთხოვნილებები, როგორც მშობლების, ისე მასწავლებლების მხრიდან, თუმცა საბოლოოდ არ არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რა ფორმით შეიძლება ეს ურთიერთობები ყალიბდებოდეს და ხდებოდეს. ამიტომ გახდა ჩვენი, ასე ვთქვათ, განხილვის თემაც შემდეგი საკითხი. დასაწყისში აღნიშნე თიკა და ახსენე ეს კითხვები, როგორ იქცევა ჩემი შვილი გაკვეთილზე და რა ნიშანი მიიღო ან რატომ მიიღო ცუდი ნიშანი. ეს იყო ძირითადი კითხვები, რომელიც ყოველთვის ისმევდა და ისმევა დღესაც მშობლების მხრიდან, მასწავლებლების მიმართულებით და ჩვენ დავსვით კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი ჩართულობა ფორმა და როგორ შეიძლება რომ უფრო მეტად ღრმა გავხადოთ მშობლისა და სკოლის ურთიერთობა. სწორედ ამის გარკვევაში დაგვეხმარება ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი და პირველი სწორედ ამ კითხვით გადმოვალ, რა ფორმით უნდა იყოს გამოხატული ეს ჩართულობა და სწორ ჩართულობა როგორ შეგვიძლია რომ ავხსნათ.
მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ალბათ, როგორი ფორმით უნდა მოხდეს ჩართულობა და მე რა ინტენსივობით ალბათ. ხო მე ჩემი აზრით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩართულობას ვხედავ საერთოდ სხვა წერტილში. არა იქ, სადაც მივიდა მშობელი და იკითხა, რომ რატომ მიიღო ჩემმა შვილმა ეს ქულა. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად ქულებს საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. არამედ იქ, სადაც ბავშვი ამ შემეცნებით პროცესში იყო. როგორ შეიძლება მშობელი იყოს ჩართული ამ შემეცნებით პროცესში ისე, რომ არც ძალიან მომაბეზრებელი იყოს და არც ძალიან მენტორული ამ პროცესში და შეძლოს რომ ხარი დაუჭიროს ბავშვს და თავისი აი განათლების როგორ ვთქვათ, პროცესი უფრო მეტად წინ წაწიოს და მხარდაჭერილი გახადოს. აი მე უფრო აქ ვხედავ მშობლის ჩართულობას, ვიდრე იქ, სადაც იკითხა ქულა. თან კითხვა რატომ არის ძალიან ისეთი როგორ უფრო პროცესზე ორიენტირებული კითხვაა და თუ რამე უნდა დავსვათ ალბათ როგორ ხო ანუ პროცესი ქულა არა ზოგადად როგორ მიდის პროცესი როგორ მიდის პროცესი ჩვენი შეკითხვა ხო ხელს ხომ არ გიშლით ხომ არ უნდათ პროცესს გაკვეთილისა თან აი განახსენეთ ეს რაოდენობრივად აი ყოველდღიური გამოკითხვა თუნდაც როდესაც მშობელი ურეკავს ბავშვისგან დამოუკიდებლად დამრიგებელს მასწავლებელს დირექტორს აი ეს ყოველდღიური რეკვა ან თუნდაც დღე-გამოშვებით ისე რომ ბავშვი ამას ვერ ხვდება არ იცის რა როგორ მიდის ეს მომენტი ძალიან ნაცდენილია ემოციურობას რომელსაც ჩვენ დაიღალა შორს რო გაიხედა და სანი სკოლაში წარმოიდგინე ნახეთ სამკუთხედი ხო ბავშვი მშობელი და მასწავლებელი არის ძალიან მნიშვნელოვანი მე წეგან როგორც დავიწყეთ ხრობა მასთან დაკავშირებით ზუსტად იმას გულისხმობდი რომ სანამ მივალთ მასწავლებელთან ესე პირდაპირ ბავშვის ზურგს უკან მნიშვნელოვანია ჯერ ბავშვთან გავდიოდეთ ამ პროცესს მაგალითად ის ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია თქვენ ეთერში და არა მხოლოდ რომ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის დავუშვათ სანამ გადავხტებით მასწავლებელთან და დავაზუსტებთ რამე ხომ არ გააფუჭოთ ამ ფორმით ხო მოდი დავაზუსტოთ ყოველდღე მოვიკითხოთ ბავშვი როგორ გრძნობს თავს სკოლაში თუ ამას ყოველდღიური ფორმა ექნება და ბავშვი შეძლებს ამის გაზიარებას ჩვენ აღარ მოგვინდება იქ გადახტომა მასწავლებელთან რომ რამე ხო არ გააფუჭა სულ გვეცოდინება რა უჭირს რაში ჭირდება მხარდაჭერა იქნებ დავუშვათ უჭირს დიდხან ჯდომა დაწყებით კლასებში თვითონ რას გადის ხო იმიტომ რომ ბავშვი აი იმ კითხვაში რომ რამე ხო არ გააფუჭა ბავშვი არის ვიღაცა ცუდი ტიპი რომელიც აქ რაღაცებს αφუჭებს სინამდვილეში მასწავლებელიც ბავშვისთვის არის იქ და ჩვენც თუ მივალთ ბავშვისთვის უნდა მის ხარდასაჭერად და არა რომ ის რაღაც ისეთ ტიპად წარმოვადგინოთ ეს კითხვა და გეტყვით რატო ძალიან ხშირ შემთხვევაში ბავშვი სახლში და ბავშვი მაგალითად სასკოლო სივრცეში სხვადასხვა პერსონაა. აუცილებლად. ძალიან ხშირად ხდება ეს და მშობელმაც არ იცის ამის შესახებ, მისი შვილი და საზოგადოების სივრცეში როგორ იქცევა. ახლა ჩემ კითხვას გაგერთიანებ არ ყვება მაგალითად აყვება კიდე ცალკეა, ხო? არ ყვება ზუსტად და რეალურად გამოდის ჩვენ შვილს სხვა სივრცეში არ ვიცნობთ, ხო? მოლოდინები სხვა გვაქვს, რეალობა მე იქ სხვანაირია და ამიტომ მე ხდება ეს შეიძლება მე მეკითხები რაღაცებს ჩემ შვილს და ან არ ყვება, ან რაღაც ძალიან მინიმალურ ინფორმაციას მაწვდის და მე უცებ პედაგოგის არიან რომ თქვენი შვილი რაღაცა ესე და ესე შვება. რა არის ასეთ დროს უბრალოდ რატომ ხდება ეს? მოდი ეს ვიკითხოთ. გავიცოთ ჩვენი შვილები იმ სივრცეში, ეს პედაგოგისგან უნდა მოხდეს ამის ჩვენთვის პრეზენტირება, რომ იქ სხვანაირია და ეს ჩვეულებრივი ამბავია და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ თუ არა ჩემი შვილი ამას არის ამ და პოზიციაში უნდა ჩავჩეთ. ნახეთ აი თქვენ რომ დააკვირდეთ თქვენ თავს სხვადასხვა როლში, როგორ იქცევით ერთნაირად? აი მაგალითად სახლში ოჯახურ გარემოში სამსახურში მეგობრებთან ჩვენ ხომ სხვადასხვა როლი გვაქვს აქედან გამომდინარე სხვადასხვაგვარად ვიქცევით და სხვადასხვაგვარად ვადაპტირდებით ბავშვი შეძლებს დაგვარად ისე ადაპტირდება როგორც მისი რესურსები აძლევს მას ამის საშუალებას ხო ჩემგან რასაც მოელიან ისე ვიქცევი შეიძლება სხვადასხვანაირად რა მოლოდინით შეიძლება ჩემგან იყოს ის არის და ბავშვთან იყოს მაინც იღიმოდეს საზოგადოებაში ნახეთ თქვენგან როგორც დასრულისგან მარტივია რომ რაღაც მოლოდინები გქონდეს ყველას და თქვენი თავისგან გქონდეთ მოლოდინები. წარმოიდგინეთ, ბავშვი მიდის სრულიად ახალ სივრცეში, ახალ ადამიანებთან და იქ უნდა დაიმკვიდროს თავი. მარტივი არ არის ეს პროცესი, ეს ძალიან რთულია. ანუ ნახეთ, ბავშვებთან და კიდევ დასრულთან, რომელიც ეს და რიგით მათზე არის ორიენტირებული და რაღაცა მათ ხარდასაჭერად არის იქ. გათხოვე რომ იყო ჩაღოს.
სახლიდანაც და სკოლიდანაც ამას სთხოვენ ბავშვს, ხო? სთხოვენ, მაგრამ ეს რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი თუ უნდა იყოს ჩართული პროცესში, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიკითხეთ ბავშვმა რა გააფუჭა, არამედ მისივე ინიციატივით. არის რომ ხშირად გვიზიაროს თვითონ რა ტიპის მხარდაჭერები გაუწია თვითონ ბავშვს. პროცესში როგორ ადაპტირდა, როგორ შეძლო საკუთარი თავის წარდგენა, როგორ შეძლო სოციუმში დამკვიდრება, ხო? იმიტომ რომ ეს მართლა რთული პროცესია, ჩვენს გვიწირს დასრულებს უცხო სივრცეში, ახალ სამუშაო გარემოში რომ მიდიხართ. ხომ გჭირდებათ ცოტა დრო სანამ ადაპტირდებით, სანამ ადამიანებს გაიცნობთ. ანუ ეს ძალიან პატარას უწევს ახალ გარემოში და ეს ძალიან რთულია. ამიტომ ზოგჯერ როცა ბავშვები ვერ იმკვიდრებენ თავს, იქ ქცევა ფუჭდება. ზოგჯერ თუ ისინი შემჩნეულად არ გრძნობენ თავს, ისევ ქცევა ფუჭდება. ზოგჯერ თუ მასწავლებელმა მათ რაღაცა მხარდაჭერა არ გამოუცხადა რაღაც მომენტში და პირიქით გააკრიტიკა აქაც. ამიტომ ეს ყველაფერი ხდება იმაზე დაყრდნობით, თუ ჩვენ როგორები ვართ სახლში. ანუ ეს მოწყვეტილი კი არ ხდება იმ რეალობიდან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. არამედ ამაზე დაყრდნობით შენდება რაღაც ახალი გარემო და ახალი, ესე ვთქვათ, ადაპტური უნარჩვევები. და ამის კორექცია როგორ უნდა მოხდეს? დაუშვათ, თუ ბავშვმა შეცვალა, იქ ქცევა ფუჭდება თქვენ ახსენეთ და რა თქმა უნდა, კრიტიკაც მოდის პედაგოგისგან, როგორც წესი ესეა ხოლმე და რა თქმა უნდა, თანატოლებშიც რაღაცა თან უნდა დამეგობრდეს, თან უნდა თავი გამოითან გაკვეთილი მოყვეს თუ როგორც არის საჭირო, ხო? და მშობლის პოზიცია როგორ უნდა იყოს პედაგოგთან მიმართებაში ან ბავშვთან ურთიერთობაში, რომ რაღაცა დალაგდეს და დამშვიდეს ეს ყველა. პირველი ყველაზე მთავარი არის გამოკვლევა სიტუაციის. არა რატომ, არამედ როგორ მივედით იქამდე. როგორ მოხდა ისე, რომ ბავშვი დაჭირდა ყურადღების მისაქცევად, დავუშვათ ამგვარი ქცევა. როგორ გამოვიდა ისე, რომ მეგობრის ყურადღების მისაქცევად დაჭირდა, რომ მას დაერტყა, ნეჩქმიტა. ხვდებით, ნახეთ, თუ გამოვიკვლებთ, თუ ბავშვთან გვაქვს ეს კომუნიკაცია. ყველასთან. გამოკვლევის პროცესი ესეთია. შეიძლება ვთხოვოთ მასწავლებელს, რომ პასიურად დააკვირდეს პროცესს. შეიძლება ვთხოვოთ სკოლის ფსიქოლოგს, რომ პასიურად დააკვირდეს პროცესს და იგრძნოს, როდის დაჭირდა ბავშვს ყურადღება, რომელიც მან ვერ მიიღო. აქ მე მარტო ერთ-ერთ პუნქტზე ყურადღებაზე ვსაუბრობ, იქ ძალიან ბევრი პუნქტია, ხომ? ასევე მნიშვნელოვანია მშობელმაც, რომ მაქსიმალურად გამოხატოს, რომ იქ არის. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს დამატებით კომპეტენტური ადამიანი, გარე ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოლოგი, რომელიც არ არის სკოლის ეს თქვათ სტაფი, მაგრამ ცალკე მუშაობს მასთან. ანუ ჩვენ უნდა გქონდეს მკვლევარის ფუნქცია, გამოვიკვლიოთ რა ინფორმაცია მივაწოდოთ დამატებით ადამიანს და არა რომ ჩვენ როგორ გაფუჭდა საქმე და როგორ დავსაჯოთ ახლა ბავშვს. ეს მთელი 12 წელი ხდება. არა. ანუ მაკლევინოთ თავი. მაინტერესებს ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ მშობელს სწრაფად უნდა მიიღოს ამ კითხვაზე პასუხი. იმ დღესვე, ან მეორე დღესვე. ამის ხაზგასმა, რომ ეს არის ცოტა ხანგრძლივი პროცესი და შეიძლება დაკვირვება საჭიროებდეს, ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც არის. საერთოდ ყველაფერი რაც ხდება ბავშვის თავს არის ხანგრძლივი და ნელი პროცესი. მინდა ვთქვა, თქვენ წეგან იკითხეთ ერთმანეთში, რომ ესა 12 წელი ხდებაო. მე ვფიქრობ, რომ თუ დასაწყისში, როცა ის დაიწყო ეს პროცესი, კარგად იყო მართული, ანუ კარგად მივაქციეთ ყურადღება, კარგად გამოვიკვლიეთ მაქსიმალურად მხარდაჭერილი გაუშვით ბავშვის სკოლაში ის რაც ქონდა გასაკეთებელი დაუშვათ წავიყვანეთ ფსიქოთერაპევტთან იქაც ზოგჯერ არის თქვენ წეგან ახსენეთ რომ არ გვიზიარებს ხო ანუ ესეც კითხვის ნიშანია საიდან დაიწყო რომ არ გვიზიარებს ბაღიდანაც არ გვიზიარებდა თუ უცებ სკოლაში შეწყვიტა გაზიარება ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ბავშვი თუ ყოველთვის გვიზიარებდა და უცებ შეწყვიტა გაზიარება ესეც ისეთია წითელი დროშა ანუ მოდი მივაქციოთ ამას ყურადღება რომ რა მოხდა რომ აღარ გვიზიარებს ან ბაღშიც არ მოწონდა გაზიარება და უცებ დაიწყო ყველაფრის მოყოლა. მივაქციოთ ამასაც ყურადღება, ხვდებით? ანუ ისევ და ისევ, როგორც ვთქვი, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ბავშვის მხარდაჭერაზე და ამ მხარდაჭერას თუ მივაქცევთ ყურადღებაზე ჩართული ვიქნებით პროცესში, აი პასუხის თქვენ კითხვაზე, როგორ უნდა იყოს მშობელი ჩართული? მშობელი სულ უნდა იყოს ჩართული, არა მაშინ, როცა რაღაც ქულა მიიღო ბავშვმა. ეს მეორე ხარისხოვანია. ქულა აფასებს ცოდნას, სწორად ან არასწორად. ნახეთ, შეიძლება ბავშვს აქვს რაღაც კონკრეტული ცოდნა, მაგრამ მან ვერ გამოავლინა თავი და შესაბამისად მიიღო დაბალი ქულა. ეს უკვე აღარ არის კომპეტენტური ქულა, ამიტომ ქულას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია ბავშვმა კარგად იგრძნოს თავის სკოლაში, უყვარდეს იქ მისვლა, უყვარდეს მეგობრები და მასწავლებლები. ამ შემთხვევაში ქულა უკვე თავისთავად მეორე ხარ, იმიტომ რომ ისედაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
ასაკთან ერთად როგორ იცვლება ჩართულობა, ამასაც გითხავთ. პირველ კლასში სულ სხვა ძალისხმევას მოითხოვს მშობლისგან და მეცხრეში და ასევე რა თქმა უნდა აბიტურიენტებისთვის, რომლებიც უკვე სხვა ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან, საერთოდ სხვა ჩართულობაა მშობლის, ხო? ძალიან ისეთი კონკრეტულ რჩევებს თუ გასცემთ ჩვენი მშობლებისთვის. ნახეთ, აქ არ ვიცი რამდენად შევძლებთ დროის თვალსაზრისით ამის განხილვას, მაგრამ როცა ვეხებით თინეიჯერობის კრიზისს, ჩვენ ხშირად აღვნიშნეთ, რომ რამოდენიმე კრიზისი არის ჩვენ ცხოვრებაში. თინეიჯერობის კრიზისი, როცა პრეთინეიჯერობის პერიოდშიც კი, როცა ბავშვი უკვე აღარ გვაძლევს. ანახეთ, ჩვენი თუ ვერ მივხვდით ბავშვიც უკურ რეაქციით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაკვირდეთ, რამდენად შეგვიძლია და უფლება გვაქვს ჩავერთოთ პროცესში. როცა პრეთინეიჯერობის პერიოდშიც კი, აი სადღაც 10 წლიდან, 9 წლიდან ბავშვი იმდენად დიდი ჩართულობის საშუალებას არ გვაძლევს, არც მოითხოვს პროცესი. ბუნებრივია, რომ ჩვენ ცოტა უკან ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მუდმივად უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ ჩვენ მასთან ვართ, როგორც რაც არ უნდა მოხდეს. რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას, ხო? ყოველთვის დიახ, რა თქმა უნდა, მარტო არ არის, ჩვენ მასთან ერთად ვართ. ეს უნდა იცოდეს ადამიანმა მშობლის როლიდან ყველა ასაკში, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ყველაზე მეტად სჭირდება ყველა ასაკში, მაგრამ როცა ყველაზე მეტად მას სჭირდება ახალ სივრცეებში ადაპტირებისას, აი რაღაც ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტშიც კი წასვლის წინ ჩვენი გამხნევება ზოგჯერ სჭირდება ხოლმე. როგორც მშობლის, აქ ჩვენს დასრულ ადამიანებთან აღარ გვაქვს ესეთი დიდი როლი. ჩვენ აქ გვაქვს ესეთი როლი, ნახე, სტატიკური. შვილმა მუდმივად იცის, რომ ჩვენ ვართ და ჩვენ მისთვის ვართ. ეს უკვე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ სიტყვით ვერბალურად თუ ჩვენ ვართ რეალურად ფუნქციურად, იმიტომ რომ მეორე მხარეც არის, ხო, დავუშვათ ის პატარ-პატარა პრობლემები და საკითხები ბავშვმაც უნდა ისწავლოს მათი გადაწყვეტა მშობლის გარეშეც, იმიტომ რომ ამბობენ რომ სულ მერე რაღაცა სხვისი დახმარების მოლოდინში იქნება. აი ეს ბალანსიც ხო დასაჭერია. აი ჩვენ რომ მიეწაღან რომ აღვნიშნე რომ უკვე იმ ასაკიდან, სადაც ბავშვი ჩვენ აღარ გვაცავს ბოლომდე ჩართულობის საშუალებას, იქ უკვე ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე ხდება ისეთი პროცესი, სადაც ბავშვმა თვითონ გადალახა ეს პრობლემური საკითხი, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ავტონომიურად, ან თუ ვერ მიიღო და კიდევ ამ ასაკში ჩვენი ჩართულობა ჭირდება, ესეც ყურადღება მისაქცევია. ანუ პროცესი ესე უნდა მიდიოდეს რა. დასაწყისში რაღაც აი ესეთ საკითხებში მასწავლებელი ერთვება და ზოგჯერ შეიძლება მშობლის დამატებითი მხარდაჭერა დაჭირდეს. შემდგომ უკვე ბავშვი თვითონ დაახლოებით, თორე ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, ხო? მერე უკვე ხვდებით, რომ აი რაღაც რიგ საკითხებს, გადასაჭრელ საკითხებს ვეძახით ამას და არა აუცილებლად პრობლემებს, ბავშვი თვითონ ჭრის ამ საკითხებს, ხო? სწორად ესე მიდის პროცესი. მეგობართანაც თვითონ აგვარებს, მასწავლებელთანაც თუ საჭირო არის პასუხისგაცემა, რაღაცის საკუთარ თავზე აღება, ამასაც თვითონ აკეთებს და დროთა განმავლობაში ეს პასუხისმგებლობები და ინიციატივები ბავშვის მხრიდან იმატებს და ჩვენი მხრიდან იკლებს. თუმცა მუდმივად ასაკია უკვე ბარბარე, აი რომ უკვე შეგვიძლია გადაუნაწილოთ ეს პასუხისმგებლობები. ისევ და ისევ ყოველთვის აღნიშნა რომ არის ძალიან ინდივიდუალური. ზოგჯერ არიან პირველკლასელი ბავშვებიც, რომლებიც იმდენად დასრულები არიან, რომ თვითონ წყვეტენ ამ ყველაფერს, ზოგჯერ მეხუთე კლასამდე ჩვენ მჭირდებით, იმიტომაც არის დაწყებითი კლასები, ხო? თინეიჯერი ხდება ისევ მჭირდებით. მე ამთავრებს აბიტურიენტი კიდევ მჭირდებით. იცით, ჩვენ სხვანაირად მჭირდებით. შემდეგ უკვე როგორც შეიძლება მრჩეველის როლი მოირგოს მშობელმა, რომ აზრი კითხოს ან მხარდამჭერი, რომ გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ხარს დაუჭერს. აზრის კითხვის დროსაც ჩვენ ყოველთვის ესე ვაზიარებთ, ჩემი აზრით, ან ჩემ გამოცდილებაში ესე იყო და ყოველთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარებაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა დროში ვიყავით იმხელები, მაინც ზოგჯერ მნიშვნელოვანია ხოლმე წმინდა ჩვენი კომუნიკაციის და ჩართულობის თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა. რაც ვისწავლეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ საუბრის ბოლოს არის ის, რომ კითხვა უნდა დავსვათ არა ასე, რატომ მიიღო ცუდი ნიშანი, არამედ როგორ. ეს არის თავარი განმასხვავებელი და ყველაზე დიდი გასაღები ალბათ ბავშვთან ურთიერთობაშიც და პედაგოგთან კომუნიკაციაშიც, რომ ბავშვზე უფრო მეტი სარგებელი დავინახოთ თანდათან. ძალიან დიდი მადლობა ბარბარეს. ნინო, მადლობა ბარბარე, ძალიან დიდი მადლობა. და გამშვიდობებით.